და წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგია. ახალი iPhone-ების პრეზენტაცია ჩატარდა. ნახეთ ახალი ჩიპები, ყველაზე თხელი iPhone-ი, რაც კი აქამდე ყოფილა. ყველაზე გამძლე ელემენტი, ახალი კამერის სენსორები, ახალი მოდელი და ბევრი სხვა. ამ გამოშვების მთავარი ვარსკვლავი არის iPhone Air, რომელიც სულ რაღაც 5.6 მმ-ია სისქეში. მან ჩაანაცვლა წინა წლის iPhone Plus მოდელი. მას ყველა სხვა მოდელისგან განსხვავებით ექნება შენარჩუნებული ტიტანის ჩარჩო, რაც ბევრად გამძლეა ვიდრე ალუმინი. და ახლა უკვე ყველა მოდელში არის 120 Hz-იანი ProMotion გამოსახულება და ყველა მოდელს აქვს 3000 ნიტიანი პიკ განათება. რაც შეეხება ეკრანის ზომას, iPhone 17-ის გაზრდილია 6.1-დან 6.3-მდე, ხოლო iPhone 17 Pro-სა და Pro Max-ის არის იგივე 6.3 და 6.9 ინჩი, ხოლო Air-ის არის 5.6 ინჩი. Pro და Pro Max-ის დიზაინი შეცვლილია და კამერების პანელი მთელ სიგანეზეა გადაჭიმული. ყველა მოდელს აქვს ახალი Ceramic Shield 2 და როგორც Apple გვეუბნება, 3-ჯერ უფრო დაცულია ნაკაწრებისგან და 4-ჯერ მსხვერპლისგან. ამ გამოშვებაში კამერის რეზოლუციაც განსაკუთრებით გაიზარდა. ყველა iPhone-ის უკანა კამერა, iPhone 17-ის ულტრაფართო კამერის ჩათვლით არის 48 მეგაპიქსელი და ყველა არის ეგრეთ წოდებული Fusion კამერა, რაც იძლევა ოპტიკური ხარისხის ორმაგი ზუმის საშუალებას. აი მაგალითად Pro მოდელის ტელეფოტო 4x კამერას შეუძლია 8x ოპტიკური ხარისხის ზუმი. ასევე ძალიან საინტერესო სიახლე აქვს ფრონტალურ კამერას. ტელეფონის შემოტრიალების გარეშე კვადრატული სენსორით უკვე შეგიძლიათ გადაიღოთ ვერტიკალურის და ჰორიზონტალური ფოტოები. ერთი სიტყვით, ეს კამერა შექმნილია სელფებისთვის. ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდები მორიგ საინტერესო კატეგორიას. გვაქვს ახალი ჩიპი, A19, რომელსაც როგორც Apple უწება, არის 20%-ით უფრო ჩქარი. Pro მოდელებში არის A19 Pro 6 ბირთვიანი ვიდეო ბარათით. ასევე Pro მოდელებში იქნება ეგრეთ წოდებული Vapor Chamber, რომელიც გაფანტავს სიმხურვალეს ჩიპიდან და ახალი ალუმინის ჩარჩოც კომბინაციაში, რომელსაც ბევრად უკეთესი მოგამტარობა აქვს, ტელეფონს გახდის ბევრად უფრო გრილს. ყველა მოდელის მეხსიერება დაიწყება 256 GB-დან. Pro Max კი პირველად smartphone-ების ისტორიაში ექნება მაქსიმალური 2 TB-იანი ვარიანტიც. ასევე ყველა მოდელს ექნება ახალი N1 ჩიპი, Wi-Fi 7-ისთვის, Bluetooth 6-ისთვის და კიდევ უფრო ჩქარი AirDrop-ებისთვის. როგორც Apple უწევდა, ხვდებით ბევრად გაუმჯობესებულ ელემენტის ხანგრძლივობას. მაგალითად, iPhone 17-ის ელემენტი უკეთესი იქნება ვიდრე iPhone 16 Pro-ს. და ვიდეო playback-ის ხანგრძლივობა 30 საათი. iPhone 17 Pro შემთხვევაში 33 საათი და Pro Max-ის 39 საათი. რაც ყველაზე დიდი ხანგრძლივობა iPhone-ის ისტორიაში. დამუხტვის სიჩქარეც ბევრად სწრაფი იქნებაო, გვეუბნება Apple. და 20 წუთში დაახლოებით 50% დამუხტვა იქნება შესაძლებელი. ახლა კი ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო სიახლე რაც არის Pro მოდელებში. და რის წარდგენაშიც ალბათ ყველაზე მეტი რესურსი დახარჯა Apple-მა. იმიტომ რომ გასაოცარი set design-ი იყო და production. ეს არის ვიდეო შესაძლებლობები. ამიერიდან შეგიძლიათ ProRes RAW კოდეკით გადაღება, რაც უბრალოდ სიგიჟე არის. რადგან ის აქამდე სულ top პროფესიულ კამერებში გვხვდებოდა ხოლმე. თან კომპაქტურობის, ყველა ფუნქციის და კომფორტის გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე წარმოჩენილი მოდელია ბაზარზე. მოკლედ ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება კიდევ, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ახალია და ბევრი რამეა დასატესტი. გამიზიარეთ რაიმე ახალი თუ აღმოაჩინეთ თქვენ თვითონ, ან რაიმე საინტერესო თუ გაიგეთ. და მითხარით ზოგადად იყო თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები iPhone-ის ამ ახალ ხაზში. მე კი დროებით დაგემშვიდობებით დამატებითი ინფორმაციისთვის და ფასებისთვის, ეწვიეთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ გულს. Ciao!